მივდივარ მაღაზიაში საცხობში ხილბოსტნეული უნდა ვიყიდო ხალხო ცივა ისე რომ ძვალდარბილი გაგვეყინა და რაც გვაგტანსაცმელი ყველაფერი ტანზე გვაქვს წუხელი ისე წვიმდა საჩამოვიდა ჩამოინგრა ჩამოირეცხა რასაც ქვია ყველაფერი და ეხლა თითქოს წუხელი არც უწვიმია ისეთი მშრალია ყველაფერი გოგოებსაც თუ რამე მქონდა წამოღებული ყველაფერი ტანზე აცვიათ პარკში აქ-იქ დარბიან ბავშვები არ არის ბევრი ხალხი ეთყობა ჩვენსავე ციცივი შეეშიდათ ვენა გუშ კატლეტი გავაკეთე ქათმის პიურესთან ერთად დღეს საჭმელი გასაკეთებელი არ მაქვს მშვა დღეს ყოველ შემთხვევაში და მე საღამოსკენ ან ბლინებს ან პენკეიკებს გავუკეთებ და წავიდეთ ახლა კუკუშკა მაღაზიაში რომ ვიყიდოთ რაღაცეები. მე ლავაში იოგურტი ფეირი გვითავდებოდა ბოლოში გავიდა ღრუბელი რომ გამოვცვალოთ ახალი დავდოთ. ეველინამ დალია თხევადი საპონი რასაც ქვია და სხვა არ იყო. სხვა არჩევანი არ იყო ეს წამოაღვე წარმოდგენა არა მაგრამ არის. პური ვიყიდე ჩვეულებრივი ბანანი ვაშლი ბლომად ქლიავი ვაშლეტამა და ნახეთ. ყველაზე უცნაური რაც ვიყიდე არის აი ეს. ესეთი მსხალი გიჭამიათ? მე არასოდეს არ მიჭამია. გორის მსხალიაო. მაინტერესებს ერთი როგორი იქნება გათლილი. ესეთი ამბები დავალაგე ახლა ესენი თავთავის ადგილ. ესეც მსხალი გაჭრილი მდგომარეობაში ასე გამოიყურება. საკმაოდ გემრიელია, მინდა გითხრათ, ცოტა სიმწიფე აკლდა ჩვენი აზრით. ტრუწუნა. ტრუწუნა. ტრუწუნას აუთფიტი დღევანდელი. შარვალი, კაბა ზემოდან მოსაცმელი. კარგია ლავაში? ვინ ჭამა კატლეტ და პიურე? გემრიელი იყო? კი? შეხრამუნე? მოუსვენარი გოგო ვინ არის? ვინ არის მოუსვენარი გოგო? ვინ თამაშობს ბევრს ეზოში? საერთოდ სახში ამოსვლა რომ არ უნდა. ტიტილა. ტიტილა. მეგობართან მე აქ ლავაში. იმედია გზაში არ შემოეჭმება. გამოვყევით ამინც. მაყვალი არისო ბევრიო? წავიდეთ აბა ვჭამოთ მაყვალი. თუ არა გადაჭმული. ჭყირა. აუ ნახე რა კარგი სახლია. კოტეჯი. კოტეჯი ტყეში. კარგია. ბატონო, რომელი ხარ დე? რატო ჩხუბ? რატო ჩხუბობ? რატო? ჰა? რატო ჩხუბობ? ეს ქალბატონი სულ ჩხუბობს. გამომხედე აქეთ. რატო ჩხუბობ? ჰა? ვერ გაჩერდებ, ვიდეოს ვერ გადაიღებ? სურათს ვერ გადაიღებ? წამიერად არ გაძლევს გაჩერების საშუალებას. რა კარგია. აი მე რა სილამაზია. ორთქლი. ღრუბლებია. მივდივართ. მივსეირნობთ. მაყვალი შეგხვდებაცო და ჯერ მაყვალი არ შეგვხვედრია, ბუჩქები შეგვხვდა მარტო. შეიძლება ტყეში ადის სადმე. ვაი მე ის რა ლამაზი ფერის ნაძვია. აი. ხან ჩემთავს, ხან ბავშვებს. ხელი დაგეღალა? რა თქინდა ეს რატომ მოგაქ? იმიტომ.
ვაკერა ვარ დედა პეპლების დაჭერას ცდილობ? ბევრი პეპლებია ხო? შენ თვითონ ახარ გოგო პეპელა არა დედი პეპელა არ უნდა დავიჭიროთ ცოდუაა დე შეთი ნაზი და სათუთია აუ რა მაგარია გოგო ვაიმე შენ ფეხთან მოვიდა წაღან შენი აზრით ცველი სალფეთკი უშველი სამ საქმეს შემოტრიალდი მათ ჩვენი ხელები რა ხდება, როდესაც ბავშვს დედასი არ ესმის. გაანებ ახლა თავი ამ ყველაფერს, ასე ლამაზად თავდება ჩვენი გასერნება, მივდივართ სახლში. წადი. წადი. აბა ეველინას რა უყოთ, დედა? რა უყოთ ევეკოს? სველი სალფეთკით გაიწმინდება დედა, შენი აზრით? რო გაგეგონა, მოდი ჩემთან თქო, რო გითხარი, ხო იქნებოდა კარგი? არ ჩავარდნილიყავი და არ იქნებოდი ტალახიანი. წადი ახლა, წავედით სახლში. წადი. ჩამოვედით სტადიონს. მოდი წავედით სტადიონს. კი, და ეს სტადიონს გავივლით ახლა და წავალთ სახლში, რომ ეველინა დავბანოთ. ხო. ხო. სტადიონი უნდა გავიაროთ. ვერ გადავაფრინდებით და ფიზიკურად უნდა გავიაროთ სტადიონი ყველა ვარიანტში. კუკუშკასაც მოვკარით თვალი. შეხედეთ რა მხელა საერთოდ? შევხედეთ. ვის უცდი მანდ? სად არის შენი მეგობარი? და მან ძიხარ სოკოსავით და ელოდები? მოგშიბდა? არა? ვინ? შენმა მეგობარმა იყიდა ბევრი სასუსნაო და ელოდები? მასხარა. დავწყვიტეს საღამოსთვის ბავშვებს გავუკეთო შვრიის ოლადები. აქ არის შვრია, თაფლი, დარიჩინი, 2 ცალი ბანანი და 2 ცალი კვერცხი. ესე აური ერთმანეთში შვრია უქენი თვალის ზომით. გამოვიდა ესეც სისქის და ეხა შევაპუწკუნებ ტაფაზე. ესეც ჩვენი უსაყვარლესი შვრიის ფენქეიქები. დავიწყეთ თუ არა კეთება, ეგრევე მომადგა დანიელა და ეველინა საჭმელად. ჩემოდანში დევს დედა? ჩემოდანში. ჩემოდანში არ დევს. მოვალ ეხლავე. ხო და ვაგრძელებ ეხლა კეთებას. იმედია დამასრულებიებენ. რომ მოვედით სახლში ევეკო. სრული კოშმარი იყო. მთლიანად ტალახში. როგორღაც დაუბანე ბოტასები გავრეცხე, ტანსაცმელი გავრეცხე, სამწუხაროდ მაისურებს და ტრუსიქს ტალახი ვერ ამოვაცილე. არ გადაყარო ბოტასები გთხოვ? არ გადაყარო, თორე ჩახვალ და ამოიტან, სველია. სველი არის, არ გადაყარო. საერთოდ აღარ ესმით, ყურში, სულ გავირთნენ და სულ გადაირიენ. რა? ყურები მიხატული გაქვს? რა თმა? რა უნდა ხო არ იცით? მე ესე იგი ისე ვიყავი გაბრაზებული, რომ არ ვიცი. მინდა ქეთისთან. ქეთი მაღაზიაში წავიდა და მოვა. იმიტომ რომ წავედით სასეირნოდ საკმაოდ. ბავშვებიც წავიდნენ. ხო, მე რა მოხდა? შენ ხომ მომყვები ხოლმე მაღაზიაში? მე ქეთისთან
წადი მე ხა. მაშინ მოიცადე და მოვა ქეთი. ისე ვიყავ გაბრაზებული. იმიტომ რომ ასჯერ უთხარი რომ ბატონო სასწაული დედა. სასაყმარელია. ეს ვითავ გოგო. იმიტომ რომ ასჯერ უთხარ რომ ქეთისავითა. მოდი ჩემთან მოკიდო ხელი თქო და დიდი რო არ ესმოდა ქალბატონს. ხო და ბოლოში აღმოჩნდა ტალახში და ჩვენ სახლში. იმის მაგალითად რომ გვესეირნა დიდი ხანი. დანი რას აკეთებ? სულ გავირებულები არიან გეფიცები, ცერცთ აღარ ესმით ყურში არაფერი. აუცილებელია აქ რო ჩამირთო ამისი ხმა, ოთახში არ შეგიძლია შესვლა. შედი ოთახში და იქ. მე ოთახში შედი და იქ ითამაში. ეული მქონდა. მე თავიდან რო აუწიო რა მოხდება? აქ თავზე უნდა დამადგე და ჩაურთო ხმა? ღმერთო ჩემ, მამაძე, მე მგონი ჰავა მიმოქმედა. კლიმატმა. თუ ჰავამ. სად არის შენი მეგობარი? წავიდა სასეირნოდ. ხო და ვართ ხა ესე სახლში. კაისენება გამოგვივიდა, მაგრამ უფრო დიდი ხანი გვინდოდა. არ გვაცალა ქალბატონმა ეველინამ თებრას მეგოს. დილით ჩემი აზრით დავისწორე. დავივარცხნე. გადარბენაზე. ხო და ესეთი ამბები გვაქვს მოკლედ. აუ მანქანა რო არ ამყავს ხელფეხი მაქვს შეკრული ვერსად, ანუ რო ვფიქრობდი რომ მანქანით იქ ბაკურიანში წავალთ, ბორჯომში წავალთ, იქ წავალთ. ვსივართ ესე სახლში და რასაც ვახერხებთ ახლო-მახლოში ფეხით გასვლას. ესეთი ამბები გვაქვს ოჯახში საქმეებს კეთება. აქაც ვერ ისვენებს, სულ რაღაცა ან ფეხსაცველებია და სარწყე, ან უცებ ოთახი მისალაგებელი დღეში ცხაჯი უნდა გამოხვეტო, იმიტომ რომ მიწაში ხო თამაშობენ ეზოში ამოაქვთ. ხანჭურჭელი დასარწყი საჭმელი გასაკეთებელი და გინდა თუ არა მაინც გიწევს ბზრიალი. ვინ თქვა რომ დედები ისვენებენო? აწი მინდა დასვენება მე. ეხლა არ ვისვენებ. არ ვისვენებ კი და ვერ ვისვენებ.